ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით აგრძელებს საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. მისი განმარტებით საქართველოს ნავსადგურებში მოქმედებს მკაცრი კონტროლის მექანიზმი და არ ხდება სანქცირებული გემების ან სანქციებით აკრძალული ოპერაციების მომსახურება. იოსელიანი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროპულ სტრუქტურებს სრული ინფორმაცია მიაწოდა, რის შედეგადაც ყულევის ნავსადგური არ შევა სანქციების მეოცე პაკეტში. Სანქციების დაწესების დღიდან თანმიმდევრულად უზრუნველყოფთ, რომ ჩვენი ტერიტორია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ფინანსური სისტემა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდითავლისთვის და სწორედ ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველოს ნავსადგურებით, სადაც უკვე მოქმედებს მკაცრი კონტროლის მექანიზმები და არ ხდება სანქცირებული გემების ან სანქციებით აკრძალული ოპერაციების მომსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპულ სტრუქტურებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ და სწორედ ამის შედეგად ევროკავშირის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყულევის ნავსადგური არ შევა სანქციების მეოცე პაკეტში.